ეს ხელისუფლება მართლა რაღაცა მარტოა ხო დარჩენილი აი როგორ მარტოა რომ როგორც სასირცხვილოც კი საყურებლად იმიტომ რომ გახსენდება აი საბჭოთა კავშირის პროპაგანდა გახსენდება საბჭოთა იმედს რომ უყურებ რაღაცნაირად უცბად ესეთი ბავშვობის განცდები რაღაც პირველი არხი მოსკოვის ტელევიზიები გახსენდება როგორ კარგად და როგორ გმირულად მუშაობს ჩვენი პარტია როგორ ის რაღაცა ზრუნავს ჩვენზე, რაღაცებს აშენებს, ნარკოტიკებისგან გვიცავს და აი ამ გიჟობაზე, რომელსაც თქვათ, რომელიც ხდება სახელისუფლებო ნაწილში, აი თითქოს საერთოდ იზოლირებულია და არავის საერთოდ ყურადღებას არ აქცევს, აქეთ რა ხდება, იმიტომ რომ აი მეორე მხარე თავისას უბერავს რა, ყველა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეში იყოს და ეს მაინც არ გამოიყურებოდეს სერიოზულად ადამიანებს რომელმაც აი 800,000-მა კაცმა რომელსაც მათ მიუხედავად ამ ადამიანების განწყობისა რომ ეს 800,000 ხმა კი არა უფრო მეტი ქონდათ 8,000 ადამიანი ან 80,000 ადამიანი აი 10%-იც კი არ არის აღშფოთებული იმით რომ ის ადამიანები რომლებიც მათ სინამდვილეში ქვეყნის სამართავად აირჩიეს საერთოდ ციხეში არიან და ხალხს არ აქვს იმის განწყობა რომ მოდი ჩვენს მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს იმდენად მაინც დაუჭიროთ მხარი რომ ასე არ დაცინოს ხელისუფლება